შავი მთვარე სასწორი ზოდიაქოში როგორ ავლენს თავს. გვაქვს აქაც გრადაციები, ანუ არის მძიმე გამოვლენა, არის მსუბუქი გამოვლენა, ხო? აი ყველაზე მძიმე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ვერ იტანს საზოგადოებას, აკრიტიკებს ჭორო საზოგადოებაზე. სასწორული ენერგია ყველაზე დესტრუქციული, ხო? სიამდვილეში ამის ქვეშ იმალება ძლიერი მოთხოვნილება, რომ მოწონებული ვიყო, მიღებული ვიყო ამ საზოგადოებაში და ამის ჩახშობას ახდენენ მერე აი ამ აგრესიით ეს დაცვით მექანიზმს ეძახით, ხო? აქ შავმთვარეს გარკვეულწილად. რემარკის შემთხვევა, როდესაც მან ტიტული იყიდა, რო ვითომ დიდგვაროვანი იყო, ხო? არა ლამაზიც იყო, მომხიბვლელიც იყო. და ესეც არის, რომ შეიძლება შავი მთვარის სასწორში ისეთი ლამაზი იყოს თვითონ ადამიანი, ისეთი მაცდუნებელი იყოს, ხო? ლილითს აქვს ეს ენერგია, რომ ზოგჯერ მართლა სელენასავით შეიძლება გამოვლინდეს. იდეალიზირება ამ სილამაზის, ან საცდურივით რომ მუშაობს ეს სილამაზე, ეს უფრო როცა ვიყენებთ ლიტის ენერგიას და არის მეორე ვარიანტი, როდესაც უცდილობენ, რომ აი რაღაც სილამაზეს შეეხონ, მაღალ საზოგადოებას შეეხონ. მაგალითად, ადრე თქვი შანელის ვარიანტი, მან მოდა შექმნა, სილამაზე შექმნა, ლიტის სასწორი და ცდილობდა შესულიყო მაღალ საზოგადოებაში, მაგრამ თავიდან ისე დაიწყო, ხო, რომ თითქოს არ ეკუთვნოდა იმ საზოგადოებას. სიამდვილეში ეს ცხოვრობს შიგნით. არ არსებობს არანაირი საზოგადოება, მაღალი, დაბალი, კულტურული, არაკულტურული. კი არის ესე ფორმები, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ხლა ეს ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი ხაც ხედვები არის, შინაგანი სამყარო არის, რომელიც მერე ან ინკარნაციაში მოვდივართ ზუსტად ამ პროგრამით, ანუ ცოტა ისე დიდ სურათში შევხედოთ, ეს სიამდვილეში უფრო ჩვენში არის. შეიძლება ყველაფერი გქონდეს ლიტის ზონაში, მაგრამ ჩვენ არ გვჯეროდეს ამისი, ან მაინც რაღაცა გვაკომპლექსებდეს და ხშირად ლიტის სასწორი შეიძლება იყოს აი პარტნიორულ ურთიერთობებში, ან ძალიან აგრესიული, ან პირიქით თავს კარგავდეს საერთოდ. ანუ მთავარი გამოწვევა არის ქორწინება, მთავარი გამოწვევა არის ურთიერთობები საზოგადოებასთან. აი ეს ორი არის ხოლმე გამოწვევა. ახლა როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებში შევდივართ ლილით სასწორთან, ხო? ან შეიძლება მოგვეჯაჭოს ძალიან და მე დაკარგოს, ანუ პასიურ ლილითში გამოვლინდეს. შეიძლება აი ამ ჰარმონიაში, რომ აი ბალანსი არ დავარღვიო, არ ღვევდეს რეალურად თავისპირად ბალანს, ხო? ეს იმიტომ რომ ვენერას ენერგეტიკა არის, ეს არის გულის თქმა, რომ მე არ ვიძახი რაღაცებს. სადაც სათქმელია, სადაც გამოხატია თავი, იქ ჩუმად არის. და მე ითმეს და მე შეიძლება ისე გამოხატოს, რომ საერთოდ გაფუჭოს ურთიერთობები, ხო? იგი არის ძალიან აგრესიული, ანუ ვერცში არის გადასული, მარტოა, არავინ არ უნდა, დაცვითი მექანიზმი აქვს ჩართული, რომ სასწორში არ დარჩეს.